წლების განმავლობაში ვიდრე სხვა მიმართულებით აქტივობისკენ გადაინაცვლებდით, რომელშიც მიხარია მაინც რომ ხართ წარმოდგენილი გულისხმობ ასოციაციას და მის ვიცე-პრეზიდენტობას იდეაში ბევრ სახელმწიფო სტრუქტურასთან ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ განსაკუთრებით დისტრიბუტორთა ასოციაცია, რომლის დამფუძნებელი ბრძანდებით თქვენ, აქტიურობდა ბიზნეს ომბუდსმენთანაც ურთიერთობაში. კიდევ ერთხელ, ეს არ იყო ერთადერთი ინსტიტუცია, ვისთანაც თქვენ ურთიერთობდით, მაგრამ იყო თუ არა ეს შედარებით მოკლე და ეფექტური გზა, რასაც საგვარებდით თავის დროზე. პირველი დავიწყოთ, რომ ძალიან მომენატრა თქვენთან ეთერში თქვენთან ერთად ყოფნა. დავიწყოთ იმით, რომ ნიკაც მე გავიცანი იმ დროს, როცა იყო მინისტრის მოადგილე და საკმაოდ სერიოზული პროექტი ჰქონდა, საკმაოდ სერიოზულ პროექტზე ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროსაც დაწყებული მუშაობა, თვითონ რაღაც პროექტი არსებობდა, რომ გაკეთებულიყო ჰაბი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ დიდი რესურსი ჩავდეთ, არა მხოლოდ ფინანსური, ადამიანურიც ვიმუშავეთ, თუმცა სამწუხაროდ ამის შემდეგ follow-up-ი არ ჰქონდა, ხარ იგი მიზეზების გამო, ალბათ ხვდებით რამხელა ბიუროკრატია და შესაბამისად ჩვენ მეგობრებად დავრჩით, რაც ძალიან მახარებს და რა თქმა უნდა, ნიკაც დამოვიდა იმ სტრუქტურიდან, სადაც გაგრძელება ბევრ რაღაცას არ ქონდა სამწუხაროდ. ხა რაც შეეხება ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტს, აქ დაიწყო ყველას კარგად გვახსოვს გახარია იყო პირველი, რომელსაც რაღაცა იმ პერიოდში, იცი რა, როცა ცვლილება მოხდა მთავრობის, ისე ჩანდა, რომ წინა მთავრობა აქ რეპრესიული მანქანა ქონდა ბიზნესზე, ბიზნესი იყო ყველაზე მეტად დაჩაგრული და გახდოთ, რომ პირველი შეხვედრა იყო, რომ შუა ბიზნესი ახლა დაიწყოს თავისუფლად სუნთქვას და აგერ არის კაცი, რომელიც ამ თემას მიხედავს, მაგრამ ის ჩვეულებრივ ისეთივე ჰაერი იყო, მაშინაც და აბსოლუტურად არაფერი, მაშინ კიდევ უფრო რაღაცა მაინც იყო, ფიგურა იყო, ვიდრე ეხლა ესე შემიძლია თქვა, მე მაგ პოლიტიკოსი ვარ და მაგ იმის უფლება, ეხლა რასაც ლაპარაკობ, ის მე გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯებიდან გამომდინარე. არანაირი ეფექტურობა გახარიას პერიოდში ნამდვილად არ იყო. თუმცა აქვე არ შემიძლია არ დავძინო, როდესაც გახარია წავიდა და მოვალეობას ასრულებდა ზურაბ ძნელაშვილი, ერთ-ერთი საკმაოდ სერიოზული პროექტი საქართველოში, რაც განხორციელდა და საკმაოდ დიდი ინვესტიცია შემოვიდა, დაახლოებით 25 მილიონი არის პიროვნულად ზურაბ ძნელაშვილის დამსახურება, რომ მოყვა თემაზე, იმიტომ რაღაცა დეტალები იყო, ბიუროკრატიული აგრეთვე გასარკვევი და უბრალოდ არ დაიზარა და გამოყვა, რაც მის პიროვნულ თვისებებზე არის მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული თვისებები და მოვალეობას ასრულებდა იმ პერიოდში. ასრულებდა მოვალეობას და უბრალოდ არ მინდა რომ ეხლა ეს პროექტი დავასახელო, რომ დისკომფორტი არ შეექმნას იმ კომპანიაზე, ვისაც ვლაპარაკობთ, რომ უმაგრესი პროექტი არის და სოფლიოს 80 ქვეყანაში არის გააკ ექსპორტზე, თორემ მაგ პროექტსაც დაბლოკავდნენ, დამიჯერეთ რა. თუმცა მერიიდან ბატონი ხმალაძის მხრიდან როგორი პრობლემები შეგვექმნა, იცით, აი მეორადი ასფალტის დაყრაზე იყო საუბარი და ამხელა პულს თუდებთ, აი დამცინავი ტონით, იმის ფული არ გაქვთ ასფალტი დაგნო, წარმოიდგინეთ ახლა და ალბათ ხმალაძესაც მალე ჩვენ სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა ვიხილავთ და მოეკითხება ყველაფერი. შემდეგ იყო მინდა გამოვყო აუცილებლად ირაკლი ლექვინაძე, რომელთანაც დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და განსაკუთრებით მოდით აი ესე რაღაც შედარებები გავაკეთოთ, იყო საკმაოდ ეფექტური მასთან ურთიერთობა, იყო არაერთი პრობლემა, რომელიც თქვენი ეთერითაც გაგვიჟღერებდა და სხვათა შორის ერთ-ერთი პრობლემა, რაც პირობითად მე შემექმნა, ზურა უჩუმბეგაშვილს შეექმნა, ერთ-ერთ კომპანიას არ დავასახელებ წარმომადგენელს, ლევან სილაგაუძე თურმე კარტელური გარიგება ჰქონდა რაღაც ფასებზე რო ვისაუბრეთ, მაშინ ცხონებული ნოდარ ხადური იყო და შაბათ დღეს გამოგვიგზავნეს უწყება, რომ კარტელურ გარიგებას აქ ადგილი და ეფექტური იყო იმ კუთხით, რომ ირაკლი დილითვე ორშაბათს ჩაერთო, რომ აქ გასარკვევი რაღაცები, ეს მცირე ეპიზოდს ყვებით, თუმცა გარდა ამისა, არაერთი პრობლემატური საკითხი, რომლებიც კომპანიებს ჰქონიათ, მიგვიმართია და ირაკლი ჩარეულა და ბევრი პრობლემა, მათ შორის რაც კი ყოფილა, ეფექტურად გადაგვიჭრია. მერე აუცილებლად მინდა გამოვყო პანდემიის დროს უშუალოდ მაშინ არ მახსოვს ნინო კვეტენაძე მოვალეობას ასრულებდა თუ მოადგილე იყო, თუმცა დამერწმუნეთ, რომ რომარა ნინო კვეტენაძე ბევრი პრობლემები შეიქმნება პანდემიის დროს, იმიტომ რომ პანდემიის დროს თვითონ სახელმწიფო სტრუქტურებიც კი ბიუროკრატიის კუთხით პრობლემებს გვიქმნიდან. იგივე ახლა როგორც იცით, ძებნილი არის საბაჟოს მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, მათ შორის იყო თემები, რომ ერთის მხრივ შეხვედრაზე მივიდოთ ეკონომიკის მინისტრთან, ოღონდ პროდუქცია შემოიტანეთ, შეფერხება არ იქნება და ამ დროს წითელ დერეფანში ხვდეთ ხალხო, წარმოიდგინეთ, პანდემია, თავზე გვექცევა, წიწიბურის ის არის დეფიციტია, ტვალის გაღალდის.
თხო ხალხს მარაგი შემდეგ წითელ დერეფანში ხდება და ამას ლოტოტრონი აკეთებს პანდემიის დროს გესმით რაზე ვსაუბრობ რა სისტემაზე ვსაუბრობ რა ჩამოშლილი და ჩამორღვიოული იმიტომ რომ ნუ შესაბამისად არის ახლა ვიღაცა ძებნაზე ვიღაცა იმაზე ვიღაცა ამაზე რა თქმა უნდა ნინოს მინდა პირადად დიდი მადლობა გადაუხად ნუ შემდეგ დასრულდა ეს ეპოქა აბსოლუტურად იმიტომ რომ არც ერთხელ მე არ მახსოვს სახელმწიფო სტრუქტურებთან მით უმეტეს გიორგი შენ კარგად იცი ნებისმიერ ანუ სამინისტროსთან განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით მე პირდაპირ მქონდა ურთიერთობა მინისტრებთან და არაერთი პრობლემა გადაგვიჭრია მათ შორის იგივე დედაქალაქის მერიასთანაც მაგრამ ინსტიტუციონალურად არც ერთხელ მე პირდაპირ არ მიმართავდი ყოველთვის როდესაც წელობით მიმართავდი ჩასმული მყავდა მაშინ რა ქვია კოფიში ბიზნეს ომბუდსმენი მაგრამ სამწუხაროდ იქიდან განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ოთარი დაინიშნა მე ვფიქრობ რაღაც ალბათ მიზანმიმართულად გააუბრალოვეს ამ ინსტიტუტის თემა ანუ უბრალოდ უთხრეს რომ არ უნდა იმოქმედო იმიტომ რომ იყო საკითხები სხვათა შორის და მე არაერთხელ მისაუბრია და რაღაც შემდეგ თითქოს მწყენად ყოფილა რომ რატო საუბრობ მოდი ვერ გადაუწყვეტიათ უბრალოდ ან იმიტომ რომ არაერთი პრობლემა რომელთან დაკავშირებით მეც მისაუბრია დღეს ლაშა საუბრობდა რომელიც ბიზნეს პირდაპირ ურტყავს მაგრამ ნუ სამწუხაროდ არანაირი გამოხვა თქვა აი შუამდგომლობაც კი არ ყოფილა ამიტომ რა თქმა უნდა ასოციაცია იგივე ფორმატით აგრძელებს პირდაპირ აქ ურთიერთობა იგივე შესაძლოა იქნება დედაქალაქის მერე განსაკუთრებით სხვადასხვა უწყებებთან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში პირადი მონაცემების თემა ჩემთვის საბოლოოდ დასრულდა ელენე ხოშტარიას ოჯახთან დაკავშირებით საბანკო ინფორმაციის გამჟღავნებასთან ერთად და მე ვთქვი რომ საბოლოოდ გაბახდა ამ კუთხით საბანკო სისტემა იმიტომ რომ გავიგეთ ის რაც საერთოდ არავის არ უნდა გაგვეგო და ეს გავიგეთ პოლიტიკოსების მხრიდან აშემილი არ ვისარგებლო შემთხვევით და ლაკას არ მიულოცო დაბადების დღე მინდა რომ ჯამთელად იყოს ბედნიერად მთელი კეთილმოწყობილების სახელით უოცავ ელენე ყველაზე კარგად გაიგებს რას გულისხმობ ამ დღეს და მინდა რომ სულ მალე ვიხილოთ კვლავ ჩვენთან ერთად. ივა, თქვენთვის პირადად აუცილებლად კი მე ვისარგებლებ და ლაკას მიულოცავ და ჩვენ 4-ვე ლიდერს გამძლეობა და მხნეობა მინდა უსურვო და მოდი ამ ნარატივს გავაგრძელებ სწორედ რომ ხან ახლა საინტერესოა რომ აბრალებენ პოლიტიკოსებს პოლიტიკურ ლიდერებს რომ თურმე ევროინტეგრაციას ესენი აფერხებენ ჩადიან იქ რაღაცას ყვებიან ხმამაღლა მინდა გითხრათ აგერ ვარ თუ გინდა მე დაემბარეთ დამკითხეთ ეს რამდენი ვიკრიბებოდით ხოლმე ყოველთვის და როდესაც ვიზიტები იყო რა თქმა უნდა ინფორმაცია აქედან რო არ გავიტანოთ ყველა ქვეყანას ყავს თავის სელჩო უკეთესად იციან უბრალოდ ჩვენ აქედან ჩაქონდათ ფაქტები ხო ანუ თავში როგორ ურტყავდნენ როგორ გაიტაცეს ნიკა როგორ გაიტაცეს მისი შვილი ვინც არ იცით ძალიან ბევრი პრობლემატური საკითხები ჩაქონდათ და მათ შორის იყო საუბარი იქ რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება კი არა free trade agreement-ით გაჩერდება და ბევრი ჯგუფია საუბარი რომ free trade agreement-ით საუბრობენ რომ დაიწყებენ და მე ვიზა ვეუბნები ხალხო ძლივს ევროპასთან დაალაგებული ვარ და ევროპული პროდუქცია შემოდის ეხლა რომ free trade agreement-ი გაგვიჩერო ნუ არ ეცია და მათი დამსახურება მოსახლეობას რო არ გაუჩერდება და ეხლა რომ მიდის ჯელობა რომ მხოლოდ დასაქცირდნენ შესაბამისად ის ადამიანები რომლებიც არიან არ ვიცი ეს ქართული ოცნების წარმომადგენლები თუ მომხრეები და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება კონკრეტულად ამ აქტებაზე, რაც შეეხება ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ინსტიტუტს ანტიკორუფციულ ბიურო ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის აირჩი ევროპა როცა დავაარსეთ და დავიწყეთ რეგიონებში სიარული და ახსნა რომ რა კეთილდღეობა მოუტანა ევროპა ბუკლეტები დაგქონდა და უხსნიდით ამ დროს ზარი შემოდის ტელეფონზე გამარჯვებთ ანტიკორუფციული ბიუროდან გირეკავთ. დიახ, მეთქი, ნუ ისა წერი უნდა ჩაგაბაროთ. ნუ ხარ, სახელმწიფო მოხელე მე არა ვარ, რა კორუფცია, რის კორუფცია. მაგრამ ნუ მე რომ ნახეთ რომ რაზეა საუბარი და თურმე უკვე ესე იგი მოთხოვნილი აქვს სასამართლოზე ჩემ პირადი მონაცემები, საბანკო ანგარიშები, ასე შემდეგ რაღაცა. ნუ აი ეს ხო სრულად აბსურდული თემაა და ეს კიდევ ერთხელ მოწობს რისთვის იყო შექმნილი. ანუ მაშინვე ჩანდა რომ მოძრაობა ჯერ კიდე არჩევნებამდე აირჩი ევროპა მათთვის წარმოადგენდა საფრთხეს, დღეს რაც რეალურია და გამოდიან და მოძღვრავენ რომ ევროპა არის საფრთხე, მაგრამ მათი შვილები სწავლობენ ევროპაში, შვილებს აჩენენ ევროპაში, ვოიაჟებს დადიან ევროპაში და დადიან ამერიკაში. ამიტომ გონს მოიგეთ. მინდა შეჯამებისთვის ნიკასთან და ივასთან გადავიდე ამ თემით. ოკეი, გასაგებია რომ ეს კასკადი არის ამ ცვლილებების, რომელსაც ასევე თავისი მიზანი აქვს, რომ ეს არ იყოს ერთი, ეს იყოს კრებული, კრეფსი და ვერ კონცენტრირდე მნიშვნელოვანზე და ამდაგვარი და როგორც, მაგრამ რეალურად რა შეიძლება იყოს გამოსავალი და როგორ შეიძლება გადალაგდეს მათ შორის ინტელექტუალური საექსპერტიზო რესურსი ნიკა იმგვარად ივა, რომ სწორად მოახდინოთ თემების პრიორიტეტიზაცია.
სანამ ისეთი მედია საშუალებები როგორც თქვენი არის და კიდე რამოდენიმე ამ ქვეყანაში არსებობს და ხმამაღლა აჟღერებს სწორ პოზიციას იქამდე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის შანსი და რა თქმა უნდა, თქვენი ეთერის საშუალებით მინდა იმ ადამიანებს მოუწოდო იმ არმიას, ჩვენი მეგობრების, ჩვენი ახლობლების, კაცო, რომლებიც მოდიან ჩემთან, მოდიან გიორგი მით უმეტეს შენთან, მოდიან ნიკასთან და ჩვენ გარემოცვასთან ვინც შედარებით ხმამაღლა საუბრობთ რეალურად პრობლემებზე. ანა მხარევართ რაღაცა რომ ჩვენ რაღაცას ვაზიანებთ, არა. ჩვენ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რომ მათაც ამოიღო ხმან, იმიტომ რომ წინა პერიოდის განმავლობაში რაც დავიწყეთ, რომ თურმე 2012-მდე არ მოწონდათ, რაც იყო, მოგწონთ ახლა რომ ისა რა ქვია, ბაკურიანიდან დაიჭირეს ვალიკა, რომელმაც ესე იგი ააშენა ქალაქი, ისე რომ არავინ არ იცოდა, ხო იცით რომ არაფერ შუაში არ არის და გაუგზავნეს 20 სპეცნაზელი რომ ჩამოიყვანათ. კაცს რომელიც თავის ჩამოვიდოდა აი ეს მოგივათ თითოეულ თქვენთაგან თქვენ ხო ძალიან კარგად იცით შორს არ არის თქვენგან რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩამოიშლება და აღარ იქნება რასაც ეგენი ეძახიან ზუსტად კადიროვში ამიტომ დროზე სანამ კიდე არის ამის დრო ამოიღეთ ხმა მარტო ჩვენი საუბარი ამას არ შველის და მე ყურში ნუ მიჩურჩულებთ როცა ვნახულობ და რაღაც ის ნუ გაქვს ჭიშის ფაქტორები აი მოდით გიორგისთან ილაპარაკეთ ხმამაღლა ხმა ამოიღეთ იმიტომ რომ იყო ამის პრეცედენტი უკვე შეიქმნა აქ ჩვენ გვახსოვს არჩევნების შემდეგ 2024-ში თვალსწრაფი დეკემბერში იყო, როდესაც აქ გაშლილ ფორმატში იყო და არაერთი ბიზნეს წარმომადგენელი იყო მოსული, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვიწროვდება და ამ დროს რეპრესიული მანქანა უფრო და უფრო ღრმავდება და უფრო შორდებით ევროპას. ამიტომ პირიქით, უფრო მეტად უნდა მოიღოთ ეხლა ხმა.